სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება ეგრეთ წოდებული უწყვეტი სამედიცინო განათლების ქულებთან დაკავშირებით 1 მარტამდე შეჩერდა. ამის შესახებ გასული წლის ბოლო დღეს ჯანდაცვის მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, სტომატოლოგებს უწყვეტ სამედიცინო განათლების სისტემაში ჩართვისა და ტრენინგებზე დასწრებით 20 ქულის დაგროვების ვალდებულება 2025 წლის 1 იანვრიდან უჩნდებოდათ. რეგულაციის გადავადებას წინ უძღოდა სფეროს წარმომადგენლების პროტესტი 700-ზე მეტმა ექიმმა სტომატოლოგმა 2024 წლის სექტემბერში ირაკლი კობახიძის განცხადებითაც მიმართეს, სტომატოლოგები ეთანხმებოდნენ უწყვეტი გადამზადების მოთხოვნებს, თუმცა მიიჩნევდნენ, რომ ამ ეტაპისთვის რთულად მისაღწევი იქნებოდა განსაკუთრებით კი რეგიონებში მცხოვრები ექიმებისთვის, რადგან მოთხოვნილ ტრენინგებში მონაწილეობა წლის განმავლობაში 10,000 ლარის ფარგლებში მერყეობდა, რაც რიგ შემთხვევაში სტომატოლოგიური საქმიანობის მიწისქვეშეთში გადასვლას, რიგ შემთხვევაში კი მომსახურების გაძვირებას გამოიწვევდა. რამდენად მისაღებია რეგულაციის რამდენიმე თვით გადავადება სტომატოლოგებისთვის და რა სირთულების წინაშე დგას დღეს ეს სფერო, სტუმართან ერთად ვისაუბრებთ თემაზე. ირინა ბერგაცაშვილი, ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის ხელმძღვანელია, ჩვენი სტუმარი. ირინა, მოგესალმებით. პირველ რიგში უღმესი მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით, მადლობას მოგიხდით მოწვევისთვის და გილოცავთ ყველა შობა. ასევე გილოცავთ. ირინა, რამდენიმე რეგულაციის გადავადების შესახებ ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა სხვადასხვა სფეროსთვის, მათ შორის იყო სტომატოლოგიური დაწესებულებებიც და ის ექიმი სტომატოლოგები, რომელთაც უჩნდებოდათ ამ ეგრეთ წოდებული უწყვეტი განათლების მიღების შედეგად ქულების დაგროვების ვალდებულება, ხომ? რამდენად მისაღებია თქვენთვის და ექიმებისთვის პირველ რიგში ეს რამდენიმე თვით შეჩერება ამ რეგულაციის ამოქმედების? პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ჯანდაცვის ლიგის უდიდესი წარმატება, რომ ჩვენ ამას მივაღწიეთ და არა მარტო ჩვენი ორგანიზაციის, არამედ თითოეული სტომატოლოგის, რომელიც აქტიურად ითხოვდა ვადის გაზრდას და ჯერ ცხადია უნდა მოწესრიგებულიყო, გარკვეულიყო დეტალები ამ დადგენილების და შემდეგ შესულიყო ძალაში და სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ეს განახორციელეს ძალიან სწორად. ჯანდაცვის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მე მინდა მადლობა გადავუხადო ამისთვის და ასევე ცხადია პრემიერ-მინისტრს, რომელმაც მყისიერი რეაგირება მოახდინა ჩვენს წერილზე და შედეგის სახეზეა, იმიტომ რომ თუ არ მოხდებოდა ამ დეტალების განსაზღვრა წინასწარ, ცხადია სავალალო შედეგი დადგებოდა, რომელიც და მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, რომ სწორად განსაზღვრეს პრიორიტეტები და თავიდან აიცილეს ის სავალალო შედეგები, რომელიც მოსალოდნელი იყო. პრობლემა იანვრიდან, მოდი ასე ვთქვათ, როგორც იყო ეს თავიდან დაანონსებული, ანუ არ მოგეცათ სათანადოდ მომზადებისთვის საჭირო დრო, ან როდის გამოიცა ეს შესაბამისი დადგენილება და სექტორთან, ამ სფეროსთან ამდენად იყო შეთანხმებული ეს ცვლილებები? სექტორთან ეს დადგენილება ძალაში შევიდა 2023 წლის 30 ოქტომბრიდან, თუმცა ეს პუნქტი, რომელიც სტომატოლოგებს ავალდებულებდა 20 უსგ ქულის დაგროვებას წლის განმავლობაში, ძალაში უნდა შესულიყო 1 იანვრიდან და შემოწმებულიყო. სანქცია იყო საკმაოდ ესეთი დიდი, ეს იყო 1000 ლარი. და ჯარიმდებოდა არა ექიმი, რომელმაც ქულა ვერ დააგროვა, არამედ უნდა დაჯარიმებულიყო სტომატოლოგიური კლინიკა, რომელსაც შეიძლებოდა ჰყოლოდა 50 სტომატოლოგი, მაგრამ ერთს დაკლებოდა დაუშვათ 2 ქულა და ეს ცხადია იწვევდა ამ უსამართლობის განცდას. რეალურად ქულების აკრედიტაცია, ტრენინგების აკრედიტაცია განხორციელდა ძირითადი მასის 28-29 აგვისტოდან და შესაბამისად 4 თვეში ფაქტიურად შეუძლებელი იყო სტომატოლოგებს ბისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო ეს ტრენინგები. ამიტომ იმისთვის, რისთვისაც ეს დადგენილება ძალაში შევიდა, რომ კვალიფიკაცია ამაღლდეს და მაღალი დონის სერვისი მიეწოდოს მოსახლეობას, ვერ განხორციელდებოდა, იმიტომ რომ ძირითადად დაიწყეს სტომატოლოგებმა ხელმისაწვდომი ტრენინგების ძებნა ქულისთვის და შედეგი ვერ დადგებოდა ცხადია. ეხლა ამ გადავადებით ჩვენ მოგვეცა საშუალება უფრო გონივრულად მივუდგეთ ამ საკითხს. შევარჩიოთ ის სტომატოლოგიური ტრენინგები, რომელიც ნამდვილად კვალიფიკაციის ამაღლებას მოემსახურება და ტრენინგების გაზრდილი რაოდენობაც უკვე საშუალებას მოგცემს, რომ
თუნდაც ფასები დაარეგულირდეს და ყველამ შეძლოს ტრენინგის გავლა და ქულის მოპოვება. აი, შესავალ სიტყვაშიც ვახსენე და ეს თავად ამ ექიმებისგან მოდის ეს ინფორმაცია, რომ საკმაოდ სოლიდურ სახსრებს მოითხოვს ფინანსურს ეს ტრენინგების გავლა, იმიტომ რომ ერთი ტრენინგი არ არის საკმარისი ამ საჭირო ფულების დასაგროვებლად და 10,000 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხო? აი, ფინანსურად რამდენად ეს წნეხია ექიმებისთვის და აი ამ ნაწილში ხო არ იქნებოდა უფრო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, ან რომელი ტრენინგ ცენტრებია აღიარებული ამ შემთხვევაში სამინისტროს მხრიდან, რომლის ქულებსაც მიიღებს და აღიარებს ამ შემთხვევაში სამინისტრო. საქართველოში ნებისმიერ ორგანიზატორს, რომელიც გადაწყვეტს ტრენინგების ორგანიზებას, შეუძლია აკრედიტაცია მოიპოვოს სახელმწიფოსგან, ჯანდაცვის სამინისტროს კომისიაზე გადის ეს კონკრეტული ტრენინგი და შემდეგ უკვე განახორციელოს ტრენინგები. მაგრამ ფასები, როგორც იცით, საკმაოდ სოლიდური იყო ის ტრენინგები, რომელიც რეალურად კვალიფიკაციას ამაღლებს. ფასი დაახლოებით 1700-2700 თითო ტრენინგზე 5800 ლარასაც კი აღწევდა და ის ტრენინგები აირჩიეს როგორც წეგან აღნიშნეს სტომატოლოგებმა, რომელიც იყო 300-400 ლარიანი და ხელმისაწვდომი იყო, თუმცა ეს ტრენინგები მათ უკვე გავლილი ჰქონდათ არაერთხელ და ნამდვილად კვალიფიკაციას ამაღლებაზე ჩვენ პრეტენზია აღარ უნდა გვქონოდა. ასევე აკრედიტება ხდება იმ ტრენინგების აღიარება ქულების ხდება რამოდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ტრენინგების გავლით. ეს არის ევროკავშირის ქვეყნები, ეს არის იაპონია, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა, აფრიკა და ასე შემდეგ. სხვადასხვა ქვეყნები ამაში ჩართული, თუმცა აქაც ძალიან ბევრი პრობლემა მაინც დარჩა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ელემენტარულად არ ვიცით ამ ქვეყნებში საზღვარგარეთ მოპოვებული ქულებიდან რომელი ეკონდებარება აღიარებას და რომელი არა, იმიტომ რომ იქაც იცით აუარებელი რაოდენობა ტრენინგების და ასევე ძალიან ბევრი პრობლემა დაგვრჩა, რომელზეც აუცილებლად უნდა იმსჯელოს ჯანდაცვის სამინისტრო, მაგალითად ეს არის ჩვენ არ ვიცით და რეგულირების სააგენტომ აუცილებლად უნდა მოგვაწოდოს სტომატოლოგებს ის სტანდარტი, რის მიხედვით შემოწმდება სტომატოლოგიური კლინიკები. ჩვენ არ გვინდა ვიყოთ დამოკიდებული კონკრეტული პიროვნების შემოკეთილ განწყობაზე, ან ვიყოთ ვალდებული მათ წინაშე, რომ რაღაცა შეღავათი გაგვიწიეს. ჩვენ გვინდა ზუსტი სტანდარტი, რა უნდა დავაკმაყოფილოთ, რომ შემდეგ ჩვენ ამას აუცილებლად დავაკმაყოფილოთ, იმიტომ რომ დღესაც არ არის ბოლომდე გარკვეული, თუნდაც მაგალითად ის საკითხი, რომ ახლა დაამთავრებული სტომატოლოგები, რომლებმაც მაგალითად დეკემბერში ან ნოემბერში აიღეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ისედაც საქართველოში ახალგაზრდა კადრის დასაქმება გართულებულია. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მაქსიმალურად ახალგაზრდა კადრების დასაქმებას და არ მოითხოვოს ისე მკაცრად მათგან ამ უპგ ქულების მოგროვება, რომ ხელი შეეწყოს და დამსაქმებელ საშუალება მისცე. მაგალითად, 1 წლის განმავლობაში არ შეამოწმო. არა იმიტომ, რომ ისინი განსაკუთრებული მასა, არამედ თუნდაც იმიტომ, რომ მათ უკვე გაიარეს ეხლა დეკემბერში დაამთავრეს რეზიდენტურა და მათ ის ყველა ტრენინგი, რომელიც მათ კვალიფიკაციას ემსახურება, ჯერ პრაქტიკაში არ აქვთ, გავლილი აქვთ და ჯერ პრაქტიკაში განხორციელებული არ აქვთ. ამიტომ მათ მე ვფიქრობ, რომ ხელი აუცილებლად უნდა შეუწყოს სახელმწიფო. გარდა ამისა არის მაგალითად ორსულთა და დეკრეტულში მყოფი ექიმების საკითხი გადასაწყვეტი. ჩვენ არ ვიცით 2024 წლის განმავლობაში მაგალითად ვინც იყო დეკრეტში ან იყო ორსულად, მათ რა მოელით, როდესაც ისინი 2025 წლის მაგალითად 2 მარტს გავლენ სამსახურში და 3 მარტს რომ რეგულირების სააგენტომ შეამოწმოს, რა შედეგს მივიღებთ ამით? დაჯარიმდება ეს კლინიკა თუ არ დაჯარიმდება? ანუ ჩვენ არ გვაქვს ზუსტად გაწერილი ეს დეტალები, რის მიხედვით უნდა შემოწმდეს კლინიკა და შესაბამისად გზას ვუხსნით
კონფლიქტებს დამსაქმებელსა და დასაქმებულ შორის, რაც მედია ეს ნამდვილად პერიოდი არ არის ამ პერიოდს გამოიყენებს ჯანდაცვის სამინისტრო, რომ ყველა საკითხი გახდება ცხადი. ირინა, ძალიან დიდი მადლობა ინფორმაციის გაზიარებისთვის. იმედი დავიტოვოთ, რომ ეს ყველა პრობლემური საკითხი გადაწყდება პირველ მარტამდე. მადლობა ირინა ბერკაცაშვილს, ის ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის ხელმძღვანელია.